მე ნიუ-იორკიდან ლელა ნინოა წარმოგიდგენთ. შენ გეტყვი პირველად. გამარჯობა, მე ჟურნალისტი ლელა ნინოა ვარ და ტელეკომპანია ახალისთვის სპეციალურად რუბრიკაში შენ გეტყვი პირველად. დასინქრენი პირველი ქართული კულტურის ცენტრი ნიუ-იორკში უკვე 30 წელს ითვლის. ლამისაა და ამის შესახებ უკვე თითოეულმა ქართველმა ვიმედოვნებ, რომ კარგად იცის, მაგრამ ამ კულტურის ცენტრში არსებობს ქართული ცეკვის ანსამბლი ლეგენდები. მე დღეს მინდა ვცლად გაგაცნოთ ის ბავშვები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ნიუ-იორკში, აი ამ ცენტრში სწავლობენ ქართულ ცეკვას, ქართულ ღირებულებებზე იზრდებიან. ვინ არიან ხელმძღვანელები, როგორ და სად მიდის რეპეტიციები ამის შესახებ თქვენ გეტყვით პირველად. მაშ ასე ლეგენდები თქვენს წინაშე. მომყევით. მაშ ასე ლეგენდები. ამერიკის შეერთებული შტატები, ნიუ-იორკი და ანსამბლი ლეგენდები. თამარ წივილაშვილი და ილიას ვიანაიძე მოგესალმებით. 25 წელია ჩვენ ამ სფეროში მოღვაწეობთ. ჩვენ ვართ მოცეკვავეები საქართველოდან, რომლებიც უკვე დიდი ხანია ვემსახურებით ამ სფეროს და გვინდა გითხრათ პირველად, თქვენ გეტყვით პირველად ჩვენი ანსამბლის შესახებ. ანსამბლი ლეგენდები. მომზადე 5, 6, 7, 8. Up. მუხლები გამართე 2, 3, 4, 5, 6, გასწორე დანი, გასწორე. გამარჯობათ, მე ვარ ზურაბ დალაქიშვილი. ჩამოვედი საქართველოდან 25 წელია რაც არის მე ვემსახურები ამ ხელოვნებას და აქაც
ვაგრძელებ ამ პატარა ბავშვებთან, ანგელოზებთან მუშაობას, რომელთაც ესაჭიროებათ მუსიკა, მუსიკა თავიდან ბოლომდე ჯერ მუსიკით უნდა განვითარდეს ბავშვი და მერე უკვე იზრდება და იზრდება. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემ ილიასთან და თამუნასთან მიყოფები აქ ამ კულტურის ცენტრში და ვაგრძელებ იმ საქმეს, რაც მე მიყვარს. მე ვარ ილიას შიანაიძე, 6 წლიდან მოღვაწეობ ქართულ ხალხურ ცეკვებში და დღეს ვიმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ-იორკში, ქართული კულტურის ცენტრ Dancing Crane Company-ში. სადაც ყავს ჩვენი ანსამბლი პატარა ლეგენდები და ვეწევით ქართული ხალხური ცეკვების შესწავლას. და ძალიან მოხარული ვარ, რომ ბავშვები მონდომებით ეკიდებიან ჩვენ ქართულ ცეკვას. და უსურვებ წარმატებას ყველა ემიგრანტ ბავშვებს. მოემზადე ხა ფეხი გამოწე ფეხი. 7-დან ელავაკეთე. 1 2 3 და მაგრად გაჭიმე. 1 გაჭიმეტერ. 3 თავიაწე. 2 3 ფეხები ახლოს გავუსვათ. 1 2 3 ხა ოდნავ ჩხარა. 1 2 3 2 3 1 2 არიხტუნაო ანდრია. 3 5 6 7 8 აიწიე. 1 2 3 1 2 3 თავი გააჩერე. 3 1 2 3 1 2 3 1 2 3 5 6 7 წავედით უკან 1 2 3 1 2 3 1 2 3 მიდი მოემზადე 1 2 3 4 წავედი წინ 1 2 3 1 2 3 1 ტანი დაიჭირე ტანი 7 8 1 2 3 1 2 3 1 2 3 1 2 3 ნაბიჯი ი 1 2 3 გაამაგრე ფეხი 3 ანდრია ხელი აწიგე 3 1 2 3 1 2 3 კიდევ უშტები დაიჭირე 1 2 3 4 5 6 7 8 მე ძალიან მიყვარს აქ ყოფნა. ძალიან კარგია. კარგებთან ძალიან მომწონს. 100 ყველა ანსამბლს ჭირდება სათანადო გარდერობი და რა თქმა უნდა ქართული ცეკვა უნიკალურია თავისი კოსტუმებით და ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალური შრომოჩავდეთ ამ 4 წლის განმავლობაში რომ ჩვენი ბავშვები შემოსულიყვნენ საუკეთესო და ხარისხიანი კოსტუმებით. მინდა გაჩვენოთ ახლა ჩვენი რამოდენიმე კოსტუმი, რითაც ვამაყობთ. რა თქმა უნდა, მათზე მუშაობა არ იქნებოდა ადვილი ჩვენი კომპანია პარტნიორი კომპანიის ფაფანეთის გარეშე. ეს არის ქართული ფორმები, რა თქმა უნდა, მათი დამზადებული უნიკალური და ულამაზესი თითოეული მასალა არის ძალიან ხარისხიანი, ლამაზი და უნიკალური, იქნება მხოლოდ ჩვენი ანსამბლისთვის და ამით ძალიან ვამაყობთ. მე და ნინო ერთმანეთთან თანამშრომლობთ 4 წელია კომპანია ფაფანაკის დამაარსებელი და მთავარი დიზაინერი და ერთად ვქმნით ყველაფერს და თელ გულს ვდებთ ამაში და ალბათ ამიტომაც არის რომ თითოეული ფორმა არის უნიკალური
მინარჩუნებთ ჩვენს ხაზს, ნიშს, ესე რომ ვთქვათ, რომ მხოლოდ ჩვენ ამს ეცავს ასეთი ფორმები. ყველა მასალა აბსოლუტურად უძირფასესია და რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ისი არ გამოვა რომ არ დაგმარებოდა მაგალითად ერთ-ერთი ფორმის შეკერვის დროს, აჭარულის დროს, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი დიდი სავიზიტო ბარათი გახდა, როდესაც აჭარული დავდგით. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგვიფინანსა ეს ფორმები, ეს ულამაზესი ფორმები, რომელიც მე და ფაფანაკმა ერთად გავაკეთეთ, ესე რომ ვთქვათ, და მთელი სიყვარული ჩავდეთ ამ ფორმებში. ასევე ნებისმიერი ფორმა, რომელიც ჩვენია შექმნილი, მაგალითად თიურური, აი ეს ფორმა, ასევე ყველა დეტალი, უცხო, გამორჩეული, უნიკალური. ჩვენი ლაზურის ფორმები შეხედეთ ხარისხს, აბრეშუმს და ამის ფუფუნება აქვს, ესე რომ ვთქვათ, ჩვენ ბავშვებს, რომ ეცათ საუკეთესო ფორმები, რაც არ დავიკოთხნი და ვიტყვი, რომ სახელმწიფო ანსამბლის დონის გარდერობი აქვს ჩვენს ანსამბლს. ასევე ბიჭების აჭარულის ფორმა, გოგოების დავლურისა და ნარნარის ფორმა. ეს არის ხორუმის ცეკვა, რომელზეც ახლა მუშაობდა, რომლის პრემიერაც იქნება ხორუმი ქართული ცეკვა ფესტივალი და რა თქმა უნდა ესეც ფაფანაკმა შექმნა და ყველაზე გასახარი და საამაყო არის ის, რომ ნიუ-იორკის ხელოვნების ცენტრმა დააფინანსა ილია როგორც ხელოვანი იმისთვის, რომ ემუშავა ამ ცეკვაზე. რაც რა თქმა უნდა ძალიან ამაღლებული გზნობა, რადგან ქართველს ნიუ-იორკში არტისტს მოცეკვავეს, რაც აქ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი არტისტი მოცეკვავია, ქართული ცეკვა იღებს გრანტს და დაფინანსებას იმისთვის, რომ ანუ ილიამ და მე ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ეს ცეკვა შევქმნათ.
მ